ვინ დაგეგმა და ჩაშალა 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა. სწორედ ამ შეკითხვაზე ეძებენ ქართულ პოლიტიკაში პასუხს, რომელიც ახსნის და საკუთარ სახელს დაარქმევს ამ დღეს და ამ დღემდე განვითარებულ მოვლენებს. საინიციატივო ჯგუფ რუსთაველის გამზირის მიერ ორგანიზებული სახალხო პოლიტიკური აქტივიზმის ღიად ყველაზე დიდი მხარდამჭერი პარტია ოპოზიციიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. პარტიის ლიდერები ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფენ და პროცესში როგორც მხურვალე მხარდამჭერად პოზიციონირებენ. ამბობენ, რომ არც ორგანიზებასთან და არც ჩაშლასთან კავშირი არ აქვთ. მათი განცხადება არის ამის საფუძველი, რომ შევებიც იგივეს ფიქრობენ და იგივეს ამბობენ, რომ როგორც ამ ადამიანებმა თქვეს, აირია გეგმა, ისინი თან აბსოლუტურად მშვიდობიანად იყვნენ მოსულები, ყველამ კარგად ვიცით და სახეზე ქონდა პროვოკაციებიც, ამიტომაც ახლა ზუსტად რა და როგორ მოხდა ეს ხო სანამ არ გაიცემა პასუხი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს იცის, ნამდვილად ვინც იცის, გეგმა ვინც იცოდა და შესაბამისად ვერაც მოხდა ისიც ყველაზე კარგად ვინც იცის, მათ გარეშე ხა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვარაუდოთ და ან მუდმივად შეიძლება გაგრძელდეს ეს ვარაუდი. ჩვენ ხარს უჭერთ და უჭერდით და მომავალში საუჭერთ ყველა იმ აქციას, რომელიც არის ივანიშვილის წინააღმდეგ მომართული. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ადრესად ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება. მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, მათთვისაც საინტერესოა თუ კულისებს მიღმა, ვინ დაგეგმა და ვინ ჩაშლა ეს გეგმა. ჩვენთვის თავია დავადგინოთ ჭეშმარიტება და განსაზღვროთ მოქმედების მიმართულებები, სტრატეგიის მიმართულებები, რათა საქართველოს ავაცილოთ იმ უბედურებას, რასაც გვიქადიან კონკრეტული შემსრულებელი პირები, პოლიტიკური შეფასებები დღეს შეიძლება გავაკეთოთ. მთელი პასუხისმგებლობა უნდა იყოს ნაცმოძრაობამ და რასაკვირველია იმ საერთაშორისო სუბიექტებმა, კონკრეტულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა, ვინც ნაცმოძრაობას დაუჭირეს ხარი ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში. ეს იყო ფართოქსელი დიდი დაგეგმარება, ბევრი ადამიანი ჩართული, მათ შორის ესეთი ტიპის ადამიანები, რომლებსაც შეუძლია ძალადობრივი ელემენტების დაგეგმონ, რა თქმა უნდა, ამის წარმოჩენა არ უნდათ. ჩვენ ვერ დავიწყებთ მათ რიგებში მოღალატეების ძებნას და არეულობის შემტანების ძებნას. თვითონ გაერკვნენ ამ საქმეში. და უთხრან ქართველ ხალხს, რას აპირებდნენ, ვინ ყავდათ ჩართული, რამდენად დიდი ქსელი ქონდათ ამ გადატრიალების მოსაწყობად და ვინ რა როლი ითამაშა ამ საქმეში. ქართული ოცნების მსგავსად 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ ნაციონალურ მოძრაობას პარტიაში განხარია საქართველოსთვის. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის ერთმა ფლანგმა დაგეგმა, მეორე ფრთამ კი ჩაშალა ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა. მშვიდობიანი დამხობა ეს იყო პროვოკაცია. ყველა ეს ადამიანი, ვინც აორგანიზებდა ამ პროვოკაციას, არის რა თქმა უნდა დამნაშავე. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილონ იმ ყველაფერზე, რაც მოხდა და შესაბამისად ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა და ახლა იმაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებ ნაცებიდან, რომელი ფრთა უფრო დამნაშავე იყო ამ პროვოკაციის ორგანიზებაში და ამ ყველაფერში. საბოლოოდ დადგა შედეგი ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა ოცნების რეჟიმი და ამ ყველაფერმა კიდევ ხელი შეუწყო ჩვენს მოქალაქეებზე უფრო მეტ ძალადობას და ამ პროვოკაციას ყავს სხერპლები. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე 4 ოქტომბრის აქციის გამოკვეთილი შედეგი ბოლო მონაცემებით 46 ახალი პატიმარია. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.